2026 წლის Living Cost Index-ის მონაცემებზე დაყრდნობით რუსეთისა და საკვები პროდუქტების გლობალური ფასების ანალიზი ცხადყოფს მკვეთრ დისბალანსს სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონს შორის. კვლევის მეთოდოლოგია Food Groceries Cost Index ეფუძნება, სადაც ეტალონად აღებულია ქალაქი ნიუ-იორკი. ეს ნიშნავს, რომ თუ ქვეყნის ინდექსი არის 50, იქ საკვები ორჯერ იაფია ვიდრე ნიუ-იორკში. ინდექსთან ერთად კვლევა Monthly Food Groceries Cost-ის მაჩვენებელს იყენებს, რომელიც ერთი ადამიანის მიერ სურსათზე დახარჯულ საშუალო თვიურ თანხას დოლარში ასახავს. მიმდინარე წლის მონაცემებით მსოფლიოში საკვები ყველაზე ძვირი ნორფოლკის კუნძულზეა, რომელიც რეიტინგის სათავეშია და ცხადია, თავისი მაჩვენებლით ნიუ-იორკსაც უსწრებს. კუნძულის საკვებისა და სურსათის ღირებულების ინდექსზე 220 ქულით არის შეფასებული, ანუ ეს ფასები ნიუ-იორკზე ორჯერ მაღალია. მონაცემები აჩვენებს, რომ ნორფოლკის კუნძულზე საკვებსა და სურსათზე მაცხოვრებლები თვიურად დაახლოებით $1100 ხარჯავენ. რეიტინგის სათავეში ბერმუდა, გრენლანდია, ისლანდია და სენ-ბართელმი გვევლინებიან. ამ სახელმწიფოებში სურსათი თვიურად საშუალო $850-დან $1200-მდე უჯდებათ. ასეთი მაღალი ფასები ხშირად კუნძულოვანი გეოგრაფიით არის განპირობებული. ეს არიან სახელმწიფოები, რომლებიც იმპორტზე მაღალ დამოკიდებულებას აფიქსირებენ. შეზღუდული ადგილობრივი წარმოება კი სურსათის ღირებულებასა და საბოლოო ხარჯზეა ისახება. სურსათის მაღალ ღირებულებას მაღალი გადასახადები და ხშირად მაღალი მსხიდველთ უნარიანობაც განაპირობებს. საპირისპიროდ ყველაზე დაბალი ფასებით სამხრეთ აზიისა და აფრიკის ქვეყნები გამოირჩევიან. ყველაზე იაფი ქვეყნების ხუთეულში ნიგერია, პაკისტანი, ზამბია, უზბეკეთი და ვიეტნამი შედიან. აქ საკვები პროდუქტების ინდექსი 15-დან 25-მდე მერყეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიუ-იორკთან შედარებით სურსათი 5-6 ჯერ იაფია, ხოლო თვიური დანახარჯი მაქსიმუმ $120 ფარგლებშია. ევროპის კონტინენტი ფასების მხრივ მკვეთრად არის გაყოფილი. ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპა ტრადიციულად სიძვირის პიკს აღწევს, სადაც სურსათის ინდექსი 70 ქულას აჭარბებს. თუმცა აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ რუმინეთში, ბულგარეთსა და უნგრეთში ფასები ბევრად უფრო ხელმისაწვდომია და ნიუ-იორკის დონის მხოლოდ 35-45% შეადგენს. ევროპული ბაზარი 2026 წელს სტაბილურობას ინარჩუნებს, თუმცა ენერგეტიკული ხარჯების გავლენა ადგილობრივ წარმოებაზე საბოლოო სამომხმარებლო ფასებზე კვლავ აისახება. საქართველოს სურსათის ფასების მიხედვით გლობალურ რეიტინგში საშუალო პოზიციას იკავებს. 2026 წლის მონაცემებით საქართველოს სურსათის ღირებულების ინდექსში 66 ქულა აქვს, ხოლო ერთ ადამიანზე სურსათის თვიური ხარჯი დაახლოებით $320-ია. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ერთი შეხედვით დაბალი ჩანს, რეგიონულ ჭრილში საქართველოს საკმაოდ ძვირად ღირებული ქვეყნების რიგშია. ჩვენი მეზობელი ქვეყნების შედეგებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სიძვირით საქართველოს აჭარბებს, სომხეთია. სომხეთი ინდექსში 70 ქულით არის შეფასებული, სურსათზე მოსახლეობის თვიური ხარჯი კი $350-ია. ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ აძღირს სომხეთში სურსათი რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირი იმპორტ დამოკიდებულებაა. მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე იაფი სურსათი თურქეთში უჯდებათ. აქ მოსახლეობის ხარჯი თვიურად დაახლოებით $225-ია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თურქეთის უშუალო მეზობელია, საქართველოში სურსათი თითქმის 38%-ით უფრო ძვირია ვიდრე თურქეთში. აზერბაიჯანთან შედარებით ქართველი მომხმარებელი სურსათში დაახლოებით 33%-ით მეტს იხდის. აზერბაიჯანში სურსათი მოსახლეობას თვეში $280 უჯდება. რუსეთი, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა, საქართველოსთან შედარებით ასევე უფრო იაფია. აქ მოსახლეობის თვიური ხარჯი $270-ია. შეჯამებისთვის თურქეთისა და აზერბაიჯანის შედარებით დაბალი ფასები შესაძლოა ადგილობრივი წარმოების მასშტაბებითა და შიდა ბაზრის რეგულაციებით ახსნათ, მაშინ როცა საქართველო და სომხეთი მეტად არიან დამოკიდებულნი იმპორტზე და ლოგისტიკურ ჯაჭვებზე, რაც პირდაპირ აისახება მოქალაქეების ყოველთვიურ დანახარჯებზე.